ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა რაც უნდა მოგახსენოთ ამ რამდენიმე წუთის წინ თივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმიდესმა და უნიტარესმა ილია მეორე. ისტორიაზე ახლა ვხედავთ დეტალებია ძალიან ბევრი, შესათანხმებელი და ხვალ დილიდანვე გავაკეთებთ განცხადებას. საპატრიარქოს სახელით, დიახ, საპატრიარქოს სახელით. ხო, ხვალ იქნება დასვენებული უკვე სამების ტაძარში. ეს სხვა რა ცნობილი უკვე. ხვალ ყველაფერზე გავაკეთებთ დეტალურ განცხადებას. როგორც მოისმინეთ სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ის ცოტა ხნის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც აქ სინოდის წევრებმა და მეუფეშიომ შეარჩიეს კონკრეტული ადგილი, სადაც მოხდება პატრიარქის დაკრძალვა. ეს არის საკურთხევლის მარცხენა მხარეს სივრცე, სადაც ახლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგები მუშაობენ და ისინი ათავისუფლებენ სივრცეს ფილაქვებისგან, სადაც უკვე კვირას მოხდება პატრიარქის დაკრძალვა. ილია მეორე იქნება მე-9 პატრიარქი, ვინც დაიკრძალება სიონის ტაძარში. მანამდე აქ განისვენებს ყველა პატრიარქი, ვინც კი ჰყოლია საქართველოს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვების შემდეგ და თავადაც მისი სურვილი იყო, რომ სიონის ტაძარში მომხდარიყო მისი დაკრძალვა. დღეს TV პირველის ეთერში საუბრობდა პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია, რომ 3 წლის წინ თავად ილია მეორე ყვებოდა რომ სიონი არის პატრიარქების და შესაბამისად მისი სურვილი იყო რომ მისი დაკრძალვის გადაწყვეტილება სწორედ აქ მომხდარიყო და გადაწყვეტილება მიიღეს რომ არა ტაძრის ეზოში, არამედ უშუალოდ ტაძრის შენობაში მოხდეს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვა, სადაც ახლა არქეოლოგები მუშაობენ და სწორედ მისი სურვილის გათვალისწინებით მიიღო სინოდის სხდომამ გადაწყვეტილება, რომ 22 მარტს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სწორედ აქ დაიკრძალოს. Thank you.